ძალიან მიჭირს და წინასწარ ბოდიში ხარ. რა საკეთებდიო აფეთქების მერეო ცხოვრებაშიო. ამას უფრო მეტად განახებთ, ვიდრე მოგიყვებით რა, იმიტომ რომ ძნელია ახსნა ის, რაც საკეთებდი. იმიტომ რომ აი ესე ვიჯექი სიჩუმეში. არ იყო მაშინ ინტერნეტი რაღაცები ჩამერთო და ეს ვიჯექი, ექიმებმა ვარჯიშები ამიგრძალეს, დატვირთვები და რაღაც მკვეთრი მოძრაობები. მშობლები ბევრს მუშაობდნენ, ოჯახის წევრები და სახლში არ იყვნენ. მეგობრებიც შემომეცალნენ და არ ჭამდი ბევრს, მაგრამ მაინც უხდებოდი, არ ვსვამდი, არ ვეწეოდი, ესე ვიჯექი და ვფიქრობდი. ესე დაახლოებით 10 წელი. აბაზანა ტუალეტში თუ არ ჩათვლით რომ დავდიოდი. სიარულიც არ შეიძლება ხო მითხრეს. და მე 26 წლის რო გავხდი, მაშინ იყო ძალიან კრიტიკული მომენტი ცხოვრებაში, ვიფიქრე, ან უნდა მოვკვდე, ან ვიღაცას უნდა წარმოვადგენდი ამ ქვეყანაში თქო. ქვეყანაზე. და ცურვაზე როცა შევედი, მინდა გითხრათ, რომ ეს არ იყო ეს გზა, რომ აი ტაშით და რაღაც გამხნევების გზა რა. 60 ადამიანს თუ არ ჩავთვლით. დანარჩენი ხო აი სულს გიყინავდნენ ხალხი რა. შენ სურვილებს რო ეტყოდი, შენ შესაძლებლობებზე მიგითითებდნენ. აი შენს ადგილს მიგითითებდნენ ერთი სიტყვით იმ საზოგადოებაში, სადაც იყავი. და სანამ იქამდე მივახციე, ძალიან ბევრი გავიარე რა, როგორც ადამიანმა ისე. და როგორც აი დონეებზე იზრდება, ხო იცი, თამაშებში ადამიანი, აი ისე ვიზრდებოდი რა, კარგიც ხდებოდა, ცუდიც ხდებოდა, უფრო მეტი ცუდი შეიძლება რა. ერთხელ რა ქვია, საწყალი ბიჭიო რაღაცებს ლაპარაკობდნენ ჩემზე. ანუ მაინც არაფერი გამოვა, ხელი თუ არ გაქვს როგორ ცურავ, ხედველობა თუ არ გაქვს როგორ ცურავ, დაჟე რატო ცურავ მეუბნებოდნენ. მაგრამ აი ეხა ხო იქ არასოდეს აღარ დაბრუნდები, შეგრძნებებით გეუბნებით, მაგრამ მართლა ბედნიერი ვარ, რომ აი აქამდე მოვედი.